ჩვენ საქართველოში განსაკუთრებით, როცა ვლაპარაკობთ ხოლმე სოციალურ თანასწორობაზე, ხშირად სამწუხაროდ ბევრს არ ესმის, რომ ეს არის მათ შორის უფლებრივი საკითხი. ანუ რას გულისხმობ, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა მაგალითად არის ასეთი, რომ ის რაღაც სოციალურ პროგრამებს თუ სოციალურ დახმარებას, მხარდაჭერას ადამიანებისას აღიქვამს როგორც რაღაცა თავის კეთილ ნებად, ხო, რომელსაც ის გასცემს, იმიტომ რომ თქვათ, კეთილია, ხო, რაღაც ესეთი მიდგომა აქვს ადამიანების მიმართ და ის არ აღიარებს, რომ თანასწორობა როგორც ასეთი არის უფლება, ხო, ადამიანებს აქვთ უფლება მათ შორის სოციალურ დაცვაზე, ხო, ეს უფლება თუნდაც გამტკიცებულია ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც ამბობს, რომ რაღაცა სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს ეყრდნობა საქართველოს როგორც სახელმწიფო და რაც შეეხება სიკეთეს და მნიშვნელობას, მე მგონია, რომ ძალიან რაღაცა მრავალმხრივად უნდა შევხედოთ, ხო? ეს არის რაღაცა როგორც ჰუმანური ამბავი, რომ ჩვენი თანამოქალაქეები თუ სხვები არ დავტოვოთ სიღარიბეში და უთანასწორობაში და ასევე რაღაცა როგორ გითხრათ, ჩვენთვისვე არის უკეთესი, რომ ყველანი ვიყოთ რაღაცა ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში.